გამარჯობა მეგობრებო. ძალიან საინტერესო თემა მაქვს დღეს. თვითონ ჩვენთაგანს ალბათ გამოუცდია სიტუაცია, რომ ვიღაცის სიტყვას, ქცევას ან საერთოდ შექმნილ სიტუაციას ჩვენში შინაგანი ტკივილი გამოუწვევია და ისეთი მძაფრი რეაქცია, რომ შეიძლება შემდგომ თვითონაც გაგვკვირვებია. ეს რეაქცია შეიძლება ყოფილიყო მიმართული, როგორც რისხვა, ბრაზი, აღელვება, გარეთ მიმართული, ან გულში ჩახვეული და აი ამ შინაგან ტკივილს შეიძლება საათები, დღეები და კვირეებიც კი განვეცდიდით. მერე კი როდისღაც მიყუჩებულა. ეს ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია, სიტყვა თუ ქცევა იყო გამაღიზიანებელი, ეგრეთ წოდებული ტრიგერი, როგორც ფსიქოლოგიაში მას ვეძახით. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაუცნობიერებლად გაუგეგმავად გახდეს სხვისთვის ტრიგერი და მინდა მაგალითი მოგიყვანოთ ამისათვის. ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მეორე ქორწინებაში, მომიყვა ასეთ სიტუაციას. ეს ქალბატონი იყო მეორე ქორწინებაში და პირველი ქორწინებიდან მის მეუღლეს ჰყავდა შვილები. 3 შვილი, მათ ეყოლათ 2 შვილი. ეს ბავშვები პირველი ქორწინებიდან ყოველ მეორე შაბათ-კვირას, როგორც აქ მიღებულია, იყვნენ მამასთან. ანუ ამ ქალს ყოველ მეორე შაბათ-კვირას სახლში 5 ბავშვი ჰყავდა. ბევრი სამუშაო, ცდილობდა კარგად გაწყროდა ამ სამუშაოს, გერებისთვის თავი შეეყარებინა, ბავშვები არ გაერჩია და ეს დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. შესაბამისად, გეგმავდნენ და იყო ყოველი მეორე შაბათ-კვირა ძალიან ინტენსიური. სამწუხაროდ ამ ბავშვების მამას და მათ დედას შორის არ იყო სიტუაცია და ურთიერთობა დალაგებული და როგორც ჩანს, ბავშვები უკვე დედის გავლენის ქვეშ ისეთი განწყობით მოდიოდნენ ამათთან, რომ ამ ქალს ეჯიუტებოდნენ, სანამ ბავშვები იყვნენ აი ამ რეკარათავაზიანობას თუ რაც იყო, თვალები დაუხუჭა, მაგრამ გადის დრო, გადის წლები და ხედავს, რომ ამდენი რესურსი ჩადო, ესე მოიწადინა და ვერ მიიღო ის ურთიერთობა, რომელიც მას გულით უნდოდა. ასევე შეხედა, რომ ის ურთიერთობა ბავშვებს შორის, რაც სასურველი იქნებოდა, ესეც არ შედგა. და აი ამ სიტუაციით უკმაყოფილო შეშივის მეგობარს, რომელიც შემდგომ გაიცნობდა მის ოჯახურ სიტუაციას, ისე კარგად არ იცნობდა და ამ მეგობარს ეუბნება, რომ აი ასე ძალიან მოვიწადინე, ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ სამწუხაროდ აი ესეთი შედეგი მივიღე. და სულ მცირე ელის თანაგრძობას არ აყო, მეგობარი ქალი მოусმენს, გაიგებს მის ტკივილს, პასუხად კი იღებს მის და გასაკვირად ესეთ აბედქებულ აგრესიულ პასუხს, რომ მეგობარი ქალი უცებ ამბობს ასეთ რამეს, რომ მე და ჩემი და როცა მივდიოდით მამაჩემთან, მისი მეგობარი ქალის დანახვაც არ გვინდოდა, ის უცდილობდა ჩვენთვის რაღაც შეეთავაზებინა და ეს ჩვენ ისე გვაღიზიანებდა, ის ჩვენ მამასთან მივდიოდით და არა მასთან. ამ მსგავს ფორმულირებებს ისეთი აგრესიული, ისეთი იმპულსური ტონით, რომ ამ ქალმა ეს ენერგია იქცნო და ფაქტიურად ეს ენერგია უკვე ამათ შორის არის. ძალიან დაიბნა, გაშრა, არ ელოდა ამ რეაქციას, მის ტკივილს კიდევ ახლა მეორე ტკივილი დაემატა. მისი მეგობარი ქალის რეაქცია. მოდით ახლა შევხედოთ სიტუაციას რა მოხდა. ეს ამ მეგობარი ქალისათვის ეს მისი მამის ცალკე მცხოვრები, ესე იგი მშობლები იყვნენ გაცილებულები, მსგავსი სიტუაცია იყო.
მისი მამის მეგობარი ქალი, იქ არც შვილები ყოფილა ამ ურთიერთობაში, არც ქორწინება შემდგარა, მაგრამ ისინი წლები იყვნენ ერთად. იყო როგორც ტრიგერი. ალბათ, არ ვიცი, რის გამო, შეიძლება დედის გავლენის გამო, შეიძლება ამ ქალბატონის ქცევის გამო, იყო ისეთი ტრიგერი, რომ მას მისი დანახვა არ სიამოვნებდა. მაგრამ ეტყობა მამას და ამ ქალს შორის ეს ურთიერთობა იყო შემდგარი ურთიერთობა, რომ ბევრი წლები ერთად ცხოვრობდნენ. და მას აი ამ მონაყოლიდან ახსენდება ეს სიტუაცია და მაშინდელი მისი ბრაზი და მისი არ მოწონება და ეს ნეგატიური გრძნობები, რაც ჰქონდა მამის მეგობარი ქალის მიმართ, გადააქვს გაუცნობიერებლად მეგობარ ქალზე. ეს მეგობარი ქალი არის გაუცნობიერებლად იმ მამის მეგობარი ქალის პარტნიორის როლში. და რასაკვირველია, ესეც გრძნობს აი ამ ენერგიას. თუ ეს მეგობარი ქალი ამას ვერ გააცნობიერებს, შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ წავიდეს და თავის მეუღლეს ან სხვა მეგობარს მოუყვეს, რომ აი ეს როგორი აუტანელი ადამიანია, ნახე კიდევ რაღაცას ამ გერებისაგან ითხოვს კიდევ, ხო, და აი შეიჭრას თავის ისტორიებში, ისე რომ ვერც მიხვდეს, რომ ამ ყველაფერს საერთო არაფერი არ აქვს ამ ქალთან, არამედ მის საკუთარ ისტორიასთან. ამიტომ არის გაცნობიერება ძალიან კარგი რამ და წამალი მალამო აი ამ სიტუაციაში. ეს გაცნობიერება, ჩაყურადება, დაკვირვება ყველას სხვადასხვანაირად ხელქვეწიფება, მაგრამ მონდომებით გარკვეულ ზღვრამდე მისვლა ყველა შეგვიძლია და რისთვის არის ეს კარგი, ახლავე გამოვთვლი. ჯერ ერთი იმისათვის, რომ არ ვიყოთ ჩვენი წარსულის ტკივილის მძევლები და მსხვერპლი. შემდეგ იმისთვის, რომ ვიყოთ სამართლიანები, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ და ჩვენი აი ამ გადატანით, აი ამ წარსულის ტკივილების, წარსულის სიბრაზის გადატანით სხვებზე, რომლებიცაც არაფერი საერთო არ ქონიათ იმ მაშინდელ ჩვენ ადრეულ ბავშვობაში თუ შემდგომ ბავშვობაში არსებულ წარმოშობილ სიტუაციებთან და ტკივილებთან, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ და ვიყოთ, შევძლოთ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება. და კიდევ რაც მთავარი არის, აი გაცნობიერებით, რომ აი რა ხდება აქ. ეს ვის მიმართ მაქვს აგრესია? ამ ქალმა რაღაც თქვა, ჩემმა მეგობარმა რაღაც მითხრა, მაგრამ არის ჩემი პასუხი ადეკვატური აი ამ მომენტში, რომ დაფიქრდეს ადამიანი და მიყვეს აი ამ ფიქრებს, ამ პროფესიონალური დახმარება, ასე ვთქვათ, მიმართოს, რათა აი ამას მივყევართ საკუთარი ტკივილების და საკუთარი თავის, საკუთარი ბიოგრაფიის უკეთ გაცნობისათვის. და ეს კი გზას გვიხსნის, რომ ჩვენ ეს მოვაშუშოთ. ეს ბლოკადებია. თუ რწმენები, რომლებიც ხელს გვიშლიან ცხოვრებაში, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ეს გავანეიტრალოთ და განკურნოთ ჩვენი თავი. და ეს კიდევ ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ პიროვნულად ვითარდებით და ვბრძენდებით, არამედ ვზრუნავთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, რადგან ჯანმრთელობის ყველა პრობლემას აქვს თავისი ფსიქიკური ფესვები. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ამ სიტუაციას. აი ეს ამ ქალბატონს ესმის ესეთი აგრესიული პასუხი და მან არ იცის რატომ, რა დააშავა, რატომ ისმენს მეგობრისაგან, რომელიც მანამდე იყო სულ გაწონასწორებული, თანამგრძობი და უცებ ხედავს მის სხვა სახეს, ის ძალიან დაბნეულია. და თანაც, როგორც თქვი, მის ტკივილს კიდევ მეორე ტკივილი დაემატა, გაწყვილებული ეხლა ამ ოჯახური სიტუაციით, ეხლა გაწყვილებულია კიდევ მეგობრობით. და მისი სიტუაცია ნამდვილად სახარბიელო
არ იყო კარგახანს დასჭირდა მას, რომ ეს ტკივილები მიყუჩებულიყო. და აი გაცნობიერება აი ამ ტკივილსაც იოლად აყუჩებს, რადგან ის თითოეული ჩვენთანგანი მეტ-ნაკლებად ჩვენ თავს ჩავიკითხებით ასე სიტუაციაში, აი რამე ხო არ ვთქვი იმისთან, რა ვთქვი და შეიძლება დიდ ნაწილს ძალიან ისეთი გაუცნობიერებელი, მძაფრი დანაშაულის შეგრძნებაც გაეღვიძოს, რომ აბა ეს ქალი ხო ყოვლად ხო არ გახდებოდა აგრესიული რაღაცით გამოვიწვიე. ა, როგორც თქვი, ჩვენ შეიძლება გავხდეთ ტრიგერები. ა, ეს ის სიტუაცია, როცა ვიღაცა ჩვენს მიმართ ისეთ გარკვეულ პასიურ აგრესიულობას ამჟღავნებს, ან როგორც თქვენ რაღაცას წაგვიქიმინჯებს თუ წაგგვენს. ამ ყველაფერზე ღირს ყურადღების მიქცევა. ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს მისი პიროვნული თვისება არის, მაგრამ აი ძალიან ხშირად ვართ ტრიგერი. ტრიგერი შეიძლება ვიყოთ თუნდაც რომ ვართ მოწესრიგებული. თუ მაგალითად ეს პიროვნება ბავშვობაში არ იყო მოწესრიგებული ბავშვი და სულ ეუბნებოდნენ, რომ აი შენი და ნახე როგორი, ან კიდე ბიძაშვილი, ან კიდე მეზობელი, აი ნახე როგორი მოწესრიგებულია, როგორი ასეთია და ისეთია და უცებ ეს გაიზრდება, მერე შენ შეგვხვდება, დაგიმეგობრდება და შენ ხარ ისეთი და უკვე აღიზიანებ. ახლა შენ ამას ვერ მიხვდები, ხო? მაგრამ როცა ჩვენ საკუთარ ტრიგერებზე მუშაობთ, აი ჩვენ ვინ გვაღიზიანებს და სხვებზე ვცდილობთ, რომ სხვებზე არ გადავიტანოთ არასასურველი ემოციები, სხვები დავზოგოთ. აი თითქოს სამყარო გვაჯილდოვებს აი ამ მუშაობისათვის და ჩვენც უფრო იშვიათად ხვდებით ტრიგერის როლში და ისიც ისე, რომ შეიძლება ვერც შევამჩნიოთ და ამას შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება ჩვენში. რაც თავარია, ის დიდი ტკივილი არ გამოიწვიოს. და ეს ტკივილი, რაც ამ დროს წარმოიშობა, როცა ზოგიერთი ადამიანი გრძნობს, რომ ვიღაცა მის მიმართ, რომელიც მანამდე კეთილგანწყობილობას ამჟღავნებდა, უცებ რაღაც სიტუაციაში აღარ ამჟღავნებს ამ კეთილგანწყობილებას, პირიქით სხვა ენერგია მოდის. ზოგი ადამიანი ძალიან იტანჯება ამ დროს. თავს გრძნობს დამნაშავედ, არა და არაფერი გაუკეთებია. და პიროვნული განვითარების გზაზე ჩვენ თავისუფლდებით აი ამ დანაშაულებების შეგრძნებებისაგან, რომლებიც არანაირად არ გვჭირდება. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისგებლობას სხვების წარსულ ტკივილებზე. ამიტომ თუ ვიღაცა ასეთ ქცევას ამჟღავნებს ჩვენს მიმართ, მაგალითად აი რაღაცა ძალიან გაღიზიანებული რეაქცია აქვს ჩვენზე, რაღაც ამას გადავხარშავთ, ვცდილობთ, რომ უფრო სასიამოვნო ვიყოთ, უფრო ფრთხილი ვიყოთ, მაინც რაღაცა კიდევ მივაყუჩებთ ამ ტკივილს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ ასეთ ურთიერთობაში. იმიტომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ სხვა ადამიანისათვის ერთი მიმართულებით კი არა, აი სხვადასხვა და ბევრი მიმართულებით ტრიგერი, გამაღიზიანებელი და თუ ერთხელ შეამჩნიეთ, ორჯერ შეამჩნიეთ და არც სიტუაცია ჩაკითხვის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უნდა თქვენი თავის დაცვის მიზნით დისტანციაზე გახვიდეთ ამ ადამიანისაგან. თუ არ არის ფიზიკურად დისტანცია შესაძლებელი, არის მეთოდები, რომლებიც ენერგეტიკულად გვიცავენ ამ შემთხვევაში. ჩვენ აი ამ გაცნობიერებას და მე ეს ხშირად ნახსენები მაქვს, როგორც არწივის, ჩიტის და არწივის პერსპექტივა. ესე იგი, ზემოდან აკვირდები სიტუაციას, ანუ ნიშნავს, რომ თუ ჩვენში რაღაცა ძალიან დიდი გაღიზიანება, დიდი ძვრა გამოიწვია რაღაცა, თუცა ცოტა ეს ტკივილი მიყუჩდება, წარმოვიდგენთ, რომ ზემოთ, ესე იგი, ჩვენი ერთ-ერთი შინაგანი ნაწილი არწივის როლში ზემოდან დაჰყურებს სიტუაციას და ვეკითხებით ჩვენ თავს, რა მოხდა, რა ხდება აქ? პასუხი იქნება, რომ ეს ჩვენი ვისთანაც საუბრობთ, პარტნიორიდან ამბობს რაღაცას და მერე მოდის ეს ჩვენი ტკივილიანი რეაქცია და არის კითხვა,
არის თუ არა ჩემი რეაქცია ადეკვატური აი ამ კითხვასთან დაკავშირებით. შესაძლოა ტრიგერი იყოს ერთი სიტყვა, რომელიც ხშირად გამოიყენება და მე გეტყვით აქ ჩემი ერთ მაგალითს. ჯგუფები როცა მყავდა, ერთხელ მქონდა თემა მაგრამ, აბა გერმანულად. ესე იგი, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ყველაფერი კარგად გააკეთე, მაგრამ ნიშნავს, რომ რაღაცა არ გაკეთდა კარგად. მით უმეტეს თუ აი ეს მაგრამ მაშინვე მოყვება, შეიძლება ჯერ კარგად შეაქო რამდენიმე წინადადებით და მერე თქვა, რომ ამას კი ასე და ასე ვისურვებდი შემდგომისათვის. აი ამ მაგრამით ხშირად ბათილდება ის შექება, რაც გამოხატეთ და ეს ქალი, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით ამის ისტორია მოყვა, თქვა, რომ ბავშვობაში ყველა უკმაყოფილო იყო ჩემითო. ბევრი რაღაცები გვიან აფეთვისეო და ამიტომ სულ მეუბნებოდა, რომ კი, კარგი, ეს კი გააკეთე, მაგრამ ოჯახიდან უკვე იყო ეს მაგრამ, რომ შენ არ ახარ საკმარისი და ეს დაკავშირებული იყო საკუთარ თვითშეფასებასთან, უკვე მტკივნეული სიტყვა. შემდეგ ეს წავიდა ეს ასევე სკოლაში, გააკეთა აუსბილდუნგი, მუშაობს, ცდილობს და ზუსტად შეხვდა შეფინია, რომელსაც ამ სიტყვის ხმარება უყვარს. და ეუბნება, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, კარგად გაგიკეთებია, მაგრამ აი შემდგომისათვის და ეს ამ სიტყვას ხშირად ხმარობს. ყოველი ამ სიტყვის გაგონება მისთვის ეს არის ტკივილის გახსენება, მაგრამ ამ შეფინიამ ეს არ იცის. და ერთჩვენიერ დღესაც, როცა აი მართლა შეეცადა და ეს შეაქეს და კიდე ეს მაგრამ გაიგონა, როგორც ვულკანი ისე აფეთქდა და დავიწყო ყვირილი, რომ მაგრამ და ეს აღარ დამთავრდა ეს მაგრამო. ამ შეფინიამ შოკი მიიღო, არ ელოდა, იმიტომ ძალიან ჩუმი და წყნარი ადამიანი იყო. მოკლედ მოთმინების ფიალა აევსო, რადგან დიდხანს ითმინა. ყველა ჩვენთაგანს ჩვენი რეაქციები გვაქვს, ზოგი მაშინვე გამოხატავს გაუცნობიერებლად, ზოგი იმიტომ ეს ემოცია, რაც მოდის აი მაშინვე ექსტროვერტირებულ ადამიანებში აუცილებლად გარეთ გამოვა, ინტროვერტირებული ადამიანები უფრო გულს ჩაიხვევენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და ის ბოლო წვეთი შეიძლება როდესღაც მოხდეს და ეს ასეთი აფეთქებაც მოხდეს. ისე რომ ყველას, როგორც არ მომიდომოთ, ყველას ვერ ვასიამოვნებთ. შეიძლება როგორიც ვარ და შეიძლება ძალიან დადებითი თვისებებით ვიყოთ სხვებისთვის ტრიგერი. ამიტომაც უნდა ვასიამოვნოთ პირველ რიგში ჩვენს თავს. გავერკვეთ ჩვენს ტკივილებში. როცა მსგავს სიტუაციაში ვართ, ჩაუღრმავდეთ, ჩავეკითხოთ, ჩვენი არწივი ზემოთ ავაფრინოთ, სიტუაცია გავაანალიზოთ და ძალიან კარგი ინვესტირებაა ჩვენს თავში, თუ პროფესიონალს დავიხმარებთ აი ამ სიტუაციის გაშიფრაში, რადგან მერე ამას რო ვისწავლით, უკვე სხვა სიტუაციებში უკვე ჩვენს თავს უკეთ დავეხმარებით. და აი ამ გზას მივყევართ სულიერ სიმშვიდესთან, რადგან ტრიგერები იქნება, ან სხვები იქნებიან ტრიგერები, ან ჩვენ ვართ ტრიგერები და ეს გადატანა კი, ემოციების გადატანა სხვაზე კი, აი ეს ტრიგერები, ასე ვთქვათ, ეს პროცესი შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ გაცნობიერებით მართოთ და ეს აუცილებლად მეგიყვანს მეტ სულიერ სიმშვიდემდე, მეტ შინაგან სიბრძნემდე, უკეთეს ჯანმრთელობამდე, უკეთეს ურთიერთობამდე. სიამოვნებით თუ კითხვები გაქვთ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.